მოგესალმებათ მეგობრებო, ყველას მოგითხრა ბედნიერება და კარგი განწყობა. ჩვენ კეცავთ, ვერ დავკეცეთ. ასე მივდივარ, მაგრამ ფიქრები მოდის და მოდის. ვანალიზებთ, ვფიქრობთ, ზევს ვეძებთ და ასე შემდეგ. გამოვედი ვისკონსინის ჩრდილოეთი ნაწილიდან, მივდივარ კალიფორნიისკენ და ტრამალები და მადლობა რომ თქვენ ხართ მეგობრებო და ჩემ ასე თქვათ 1000 გვარ ფიქრებს, 1000 გვარ ანალიზებს იზიარებთ და თქვენს შეძლებითი დაგვარად მეუბნებით თქვენ აზრებს, ფიქრობთ, ჭელობთ, ზევს ვეძებთ და ერთ სიტყვით ვართ პროცესებში. მეც დრო გამყავს და თქვენს სავარაუდოდ რაღაცა სასარგებლო გამოგავთ. მეც მიხარია, ალბათ თქვენ მიხარია და ვართ ერთ ამბავში. ზოგჯერ ჩვენი სერიოზული თემები ჩვენ მეგობრებს და ჩვენ მაყურებლებს არ მოსწონთ, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ახლა ყოველთვის სამხიარულო და ისეთი თემა არ იქნება. და ჩვენ შეძლებითი დაგვარად მაინც ყველასთვის რომ საინტერესო იყოს და ამდენი პრობლემებისა და ამდენი როგორ გითხრათ ბევრი სერიოზული ფიქრებისაგან სულ არ გვექნება სერიოზული თემები, გვექნება აგრეთვე ისე ცოტა ლაითი თემებიც. და აი მეც დღეს გადავწყვიტე ალბათ ეს თემა როგორ გითხრათ, დარწმუნებული ვარ, ბევრს დააინტერესებს და შევეცადოთ გამოგვივათ არა. გონი გამოგვივა, იმიტომ რომ თემა ისეთი, რომ ყველას დააინტერესებს. თემა როგორ ვიშოვოთ ფული. ეს საკითხი მგონი ადამ და ევას არ აინტერესებდა, თორე მერე უკვე კაენი და მიშის თავმომავლების ყველას თავმომავლებს მოსდევ. ნუ ადრე თუ ქონებას ყველაფერს ნატურალური მიცვლიდნენ და ნატურით აკეთებდნენ რეალიზებას. ვთქვათ, მე თუ მქონდა კვერცხი, იმას მქონდა ხორცი, ჩვენ ერთმანეთს უცვლიდით, გახსოვთ სკოლაში რომ სწავლობდით ნატურალური მეურნეობა და ნატურალური ბიზნესი. მერე უკვე კაცობრიობამ და ადამიანმა გამოიგონა ფული და ფული გახდა აქტიურად ყველაფრის მამოძრავებელი ძალა. ეხლა ჩვენ რაცა უნდა ვილაპარაკოთ, ცუდია თუ კარგია, ღირებულია თუ არაღირებულია, ღირსეულია თუ არაღირსეული, მაგის გარეშე ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვცხოვრობ ხო ამ სამყაროში. ერთადერთი კომუნისტებს უნდათ ამ საზოგადოების არა ისეთი საზოგადოების აშენება, სადაც ფული არ იმოქმედებდა, მაგრამ როგორი კრახით დამთავრდა და უტოპია თუ არის, თუმცა ეს თეორია მაინც არის დღემდე და რავი, ზოგი როგორ უყურებს, როგორ რანაირად ხედავს, როგორ უყურებს ამ თემას, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით უფულო საზოგადოება ამ დედამიწაზე ვერ ააშენა კაცობრიობა, ადამიანმა ვერ ააშენა უფულო საზოგადოება. ეხლა მე არ დავიწყებ ფულის წარმოშობის თეორიებს და იმებზე მოყოლას, უბრალოდ გადავიდეთ უშულ გრეხულად, როგორ ვიშოვოთ ფული. ეხლა საქართველოში თუ ვინაიდან ჩვენ ეხლა ამერიკაში ვარ, ამერიკის მაგალითზე ვიტყვი, ამის და მაგვარი თემა ჩვენ ადრეც გქონდა რამდენია ხელფასი ამერიკაში, ფულზე რამდენიმე ვიდეო გვაქვს გადაღებული და დღესაც მინდა უკვე ცოტა სხვანაირი კუთხით მივუდგე, მაგრამ მაინც ზოგადად ვიტყვი, როგორ ვიშოვოთ ფული, ანუ როგორ გავიადვილოთ ცხოვრება. ნუ ყველა ფიქრობს, რომ თუ ფული გაქვს, ესე იგი ცხოვრებას გაიადვილებ. თუ მდიდარი ხარ ბედნიერი, თუ არა ხარ მდიდარი, ღარიბი ხარ, უბედური, ნუ ასეთი აზრი ხო შეიძლება ყოველთვის და ჩვენ ამაზეც არ დავიწყეთ ეხლა. როდის ახარ ბედნიერი, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორ კეთდება ფული და კერძოდ ჩემი გამოცდილებიდან და ზოგადად. ეხლა
ფორმულა ფაქტურად ყველგან ერთი და იგივეა. ამერიკაში იქნები, საქართველოში იქნები, აფრიკის რომელიმე ღარიბ ქვეყანაში იქნები, ავსტრალიაში, სადღაც ფორმულა ყველგან ერთია. უბრალოდ ეგ არის, რომ რომელი ქვეყანა იმ ქვეყანაში კეთდება, ასე ვთქვათ, ფართო გასაქანი გაქვს, რომელი ქვეყანაში დიდარია, რომელი ქვეყანა დიდარია, ხო? და იმ დიდარ ქვეყანაში, ესე იგი, სადაც დიდი ფული ტრიალებს, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ვარიანტებია. თორე ფორმულა ყველგან ერთია. ნუ თავისთავად ეხლა ჩვენ ვინაიდან ქართველები ვარ და მაინც საქართველოზე ტყივა ფული და ამერიკაში მოვდივართ, რომ ფული ვიშოვოთ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრება გავიმჯობესოთ და უბრალოდ ჩვენი გეგმები განვახორციელოთ, ეს კლასიკური მეთოდია. მაგრამ როგორ განვახორციელოთ, რა განვახორციელოთ, რა თქმა უნდა, ეხლა მე არ მინდა ძალიან ისეთ ეკონომიურ და ასე ვთქვათ, დიდ მეცნიერულობებში გადავიდე, უბრალოდ გლეხურად, უბრალოდ ჩვენი თვალით შევხედოთ, როგორ კეთდება ფული. მოდი დავიწყოთ, ნუ ვინაიდან ჩვენ ამერიკაში ვარ და აქ უყურეთ, როგორ კეთდება ფული, მეც ახლა ჩამოყალიბდები და ცოტა ისეთი სულუგი იმით შევხედოთ, როგორ კეთდება ფული და მე ვინ როგორ აირჩევს, რა გზას აირჩევს, ეს უკვე თავისთავად ყველამ უნდა მისი არჩევანი თავისუფალი, ასე რომ ვთქვათ, თვითონ გააკვლევს გზას. და ჩვენ ტრადიციულად როგორ ვაკეთებთ ხოლმე ვიდეოს წინ რაღაცა ტერმინს ვიტყვი და ამ ტერმინით დავამთავრებ. წარმატება და ფული შრომის გარეშე არ კეთდება. აი როგორი შრომის, ეს უკვე დავიწყოთ. შრომაზე რო ვიწყებთ ხოლმე საუბარს, უცბად ყველა დარწმუნებული ვარ, შეიძლება სახით ვერ გამოსახო, მაგრამ შინაგანად მაინც იტყვი, აუ ეხლა დაიჭმუჭნება, იმიტომ რომ შრომა არის ცოტა ზოგჯერ იძულებული და რაღაც სიმძიმის შეგრძნებას გიტოვებს, ხო ასეა. მაგრამ არის შრომა, შეიძლება იყოს ლაითი მსუბუქი, შეიძლება ისე, მაგრამ უმეტესობა ადამიანი მაინც ზარმაცია, ხო, თავისებურად ამ სიმსუბუქისკენ უნდა ყოველთვის ისე გააკეთოს ფული და ისე ქონდეს შემოსავალი, რომ ეს ადვილად მოუვიდეს, მაგრამ ამასაც შრომა ჭირდება. შეიძლება ფიზიკური არა, მაგრამ გონებრივი. მაგრამ ზოგჯერ აი გონებრივი შრომაც ეზარებათ ადამიანს და უბრალოდ უნდათ რომ რაღაც ჰაერიდან ჩამოვარდეს ფული. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მეთოდია ლატარია, მაგრამ ლატარიაზე ჩვენ მერეც ვილაპარაკებთ, მაგრამ მოდი ახლა ზოგადად ვილაპარაკოთ, როგორ ვიშოვოთ ფული. და აი მაგალითად მოვიყვანოთ ეს ჩვენი ასეთი ძლიერი ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში ასე ითვლება, დღევანდელ სამყაროში სუპერ ქვეყანა ამერიკა. და ამერიკაში როგორ იშოვება ფული. ნუ თქვენი მონა და მორჩილი ამ ტრაილერის ყოველდღიურ იმეს გაჩვენებთ, ხო? ჩემებურად ვიმანებს ასე თუ ისე და ჩვენი მაყურებელი ასე თუ ისე ხდება. როგორ კეთდება ფული ტრაილერი ძღოლის მაგალითად. მართალია მძიმე სამუშაოდ ითვლება ტრაილერის ძღოლად მუშაობა, მაგრამ სხვა სამსახურებთან შედარებით ფინანსურ ამბავში მეტყეობით მე რასაც ვიძახი, საშუალო მუშა ხალხს შორის ასე თუ ისე ყველაზე დასაფასებელი სამსახურია, თუმცა რის ფასად და რამდენი რაღაცის მოკლების ფასად ხდება ეს, ამაზე ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკია. თავისთავად ეხლა საქართველოში შეგვიძლია ტრაილერზე იმუშაო, მაგრამ ისე და ისე შემოსავლი იმდენად მაღალი არ არის, როგორც ამერიკაში და თქვათ ევროპაში, მაგრამ ძღოლი ხარ ძღოლი, ტრაილერის ძღოლის პრინციპი ასე თუ ისე ჩვენმა მაყურებელმა იცის, ხო? ამერიკაში გავრცელებული ყველაზე თქვათ მე რომ მკითხო, ალბათ 30-40%. მე ამ პროცენტებს გაზეთებიდან რასაც ვკითხულობ, იქიდან ვიტყვი, ხა ჩემი ის არ არის 30-40% მოულის სერვისი რა. აი ჩვენი ქალბატონები რომ მოდიან და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს ქალბატონები მოდიან და მოხუცებს უბრიან, თორემ შვილი თავის დედას მამას ესე ასაკში რო შედის, მოვლელი ჭირდება და ამ მოვლელებს გილაობენ. ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული სამსახურია, თუმცა მე რომ მკითხოთ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად და წარმოიდგინე, ცხოვრობ შენი ხალისიც, შვილები, ბავშვები და ყავს შენი ცხოვრება და ამ დროს მიდიხარ ვიღაც მოხუცული და
ფაქტიურად 9 თუ 10 საათი იმის ცხოვრები ცხოვრობ და მე მიმაჩია ეს ძალიან ძნელი სამსახური და რამდენჯერ მისაუბრია ამ ქალბატონებთან აი დიდი პატივისცემით დამხელა რამდენი რაღაცის მოთმენა უწევთ, რამდენი რაღაცის დათმენა უწევთ, რომ ვიღაცა ცოტა არ მინდა ცუდი გაგებით, მაგრამ ვიღაცა ქალის ან კაცის მოფუძი კაცის ფუშტურებს უყურებდე, უვლიდე, ეს გადალახო და მე პირადად მე პატივისცემით ვარ ამ ქალბატონების მიმართ, რომლებიც აი ესეთი შრომით არიან დაკავებულები. მასიური სამსახურებია ამ მშენებლობებზე, თუ ხელოსანი ხარ ხო, მაგრა ფასტები, მაგრამ რა იცით, ბევრი ადამიანი ეცდება რა. ეხლა მაგალითად თბილისში მუშას, კაი მუშა და კაი ხელოსანს ვერ ვიყო. ყველა არის რიგში. იმიტომ დაცლილია, ყველა გამოქცეულია აქედან. გონიათ რომ აქ უფრო მეც გაკეთებ ვიდრე იქ, მაგრამ რა ვიცი ხა მე რაც არ უნდა თქვა, თვითონ ადამიანი თუ არ მოვა, არ ჯერათ ეს პრინციპი როგორაა გავრცელებული. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა სალაპარაკო და აი ეს სამშენებლო სამუშაოები, შიდა რემონტები, გარე რემონტები ესეთ ფიზიკურ ძალასთან არის დაკავშირებული, ადვილი ნამდვილად არა. ეხლა გინდათ საქართველოში იყო, გინდა აქა, უბრალოდ ეხლა აქ ვიღაცაზე მუშაობ, იქაც რა თქმა უნდა ვიღაცაზე მუშაობ, მაგრამ ერთი ოჯახი ყავს, შვილები ყავს, იქ შენი ცხოვრები ცხოვრობ, რა ვიცი, მე მგონი ნუ ხა ეს უკვე არ მინდა ეხლა თვითონ ვიღაცა ჭკუას ვასწავლეთ, ესეც სხვა თემაა. სამშენებლო სამუშაო არის ძალიან ბევრი თუ რაც არის რა. ნუ თავისთავად ეხლა გავრცელებული საწარმოში ცეხებს რო ვეძახით, აქაც არის სამსახურები, ეხლა გინდა საქართველოში, გინდა სხვა ქვეყანაში, ნუ აქაც ვთქვათ 8-9 საათი მუშაობ, გებულობ ხელფას და ასე შემდეგ. ეხლა მე რასაც ყვები, ეს არის კლასიკური მაგალითი, ხო? უბრალოდ ფული კეთება, კეთება ცოტა ისეთ ფართოდ ზნებაა, ხო? ფული შეიძლება ვთქვათ ხელფასის სახით რო აიღო, ამას მე არ ვთვლი ფულის კეთება, უბრალოდ იმუშავე შენი ხელფასი აიღე, მიიღე შენი ანაზღაურობა, მაგრამ კეთება, მე შეიძლება ვწდები, მაგრამ ეს კეთება ნამდვილად არა. ნუ მე კეთებას ვეძახი, როდესაც დამოუკიდებელი ხარ შენ თვითონ ხარ თუ ხარ თქვა საწარმოს უფროსი, რაღაცა ბიზნესის ხელმძღვანელი ხარ, აი მაგას კი ვფიქრობ ეხლა, იმიტომ რომ იმ პროცესები, რასაც ქვია მოგება, წაგება, ხარჯების გასტუმრება, ამას აკონტროლე. აი მას ვეძახი მე ფულის კეთებას და ხელფასის აღებას, ნუ არ ვიცი, ხელფასი გაუმუშავებული იმის მიღებაა რა. ეხლა 100-ია თუ ისია, ეს ყველაფერი შრომასთანაა დაკავშირებული და სოცად დღეში 8-9-10 საათი გიწევს. ეს არის კლასიკური მეთოდე, სადაც არ უნდა იყო შრომის გარეშე ეს არ გამოვა. რაც შეეხება შრომას, ნუ ფაქტობრივად კაცობრიო დედამიწაზე ამ შრომით მუშაობს გარწმუნებული ვარ, ისევ ჩემი მას ვიძახი, მაგრამ მგონი დამეთა 90% მაინც ამით არის დაკავებული თავისი ფიზიკური გონებრივი თუ ასეთი შრომით. ძალიან გავრცელებულია, რაც ადამიანი არსებობს ადამი და ევა ვახსენებ ხო წეღან, მაგრამ რომ გავცედა ადამიანები, აღმოჩენ ისეთი ადამიანები, რომელიც შედარებით ადვილად უნდათ რომ რაღაცა იშოვონ, მე ამას ვიძახი, მართალია ცოდვა, მაგრამ ისეა გავრცელებული, რასაც ქვია ქურდობა. არა, ეხლა ქურდობა არის დანაშაული ხო, ნუ რელიგიურად ცოდვა, სხვის ქონებას დაინახავ იქ რაღაცა არის და აწამნი ისე რომ არავინ არ დაგინახო და მე ვფიქრობ როგორ გაყიდო, როგორ ნუ გამოიყენო საშენოდ, გაყიდი თუ რაღაცა ისეთ გადაიყვანო ფულში. მაგრამ რო დაფიქრდეთ, აი ხლა ყველაზე დიდი ცოდვა, აი ცოდვებს შორის ხო, ძალიან გავრცელებულია ეს ქურდობა. ეხლა ქურდობის სხვადასხვა მეთოდებია, ხო, შეიძლება პატარა რაღაცა მოიპარო, შეიძლება დიდი რაღაცა მოიპარო, მაგრამ მოიპარო გონებით, იყო განათლებული, არა განათლებული, მაგრამ ამასაც უნდა ფიქრი და შრომა. გაგეცინებათ ეხლა რას ვლაპარაკობ მე, მაგრამ აი ფიქრის ხო თავისებური შრომაა, მაგრამ არიან ჭკვიანი ქურდები, არიან სულელი ქურდები. ის უნდა მოიპაროს, მაგრამ ტვინი რომ უნდა დაატანოს და სწორად უნდა მოიპაროს, ისე რომ
პატრონმა და არ შეგამჩნიოს ეს ასე არ ხდება ხო? შტერ ქურდებს ვეძახებ. იმ ჭკვიან ქურდებს შორის ახლა კვალიფიკაციას მე არ ჩავატარებ, მაგრამ მაინც მოგვიწევს ამაზე შტერი ქურდებიაც არიან და ჭკვიანი ქურდები. არიან ჭკვიანი ქურდები, რომლებიც 100 წელი ვერ მიხვდები, რომ ის ქურდია იპარავს, იმიტომ იცის მოქცევა, იცის როგორ ვილაპარაკოს. აი მე მაგალითად პირადად ეხლა არ ვიტყვი მაგის სახეს და გვარს, მაინც ეხლა შვილები ყავს, შვილიშვილები ყავს. მე ვინც მიცნობს, ჩემი ვიწრო წლე, ეხლა მიხვდება მე ვისაც ლაპარაკობ. ეხლა იყო მაგალითად არ ვიტყვი რომელ უბანში, ჩვენთან საქართველოში. აი დახვეწილი კაცი იყო პროფესორი, მაგრამ ცხოვრებაში არ უმუშავია. პროფესორი ვიტყვი, ამაზად ეცვა ყველაფერი, ცხოვრებაში არ უმუშავია. კაი შვილი, ესა კაი ცოლი, შვილები, ეხლა შვილთა შვილები ყავს. რა თქმა უნდა, გარდაცვლილია, მაგრამ იყო 100 წელი ვერ იტყოდი, რომ ეს ადამიანი იყო ქურდი. არც ავტორიტეტი არაფერი, უბრალოდ იყო ბინების მტეხავი, იმდენად ქონდა დახვეწილი, მტეხავდა, ამას ვიძახი კომუნისტების პერიოდში. მედვეჟაკნიკი რა, აი სეიფებს რო ტეხავდა და კრიტებს აღებდა რაღაც სასაულად. მაგრამ კაციშვილმა არ იცოდა, შევიდოდა სახლში. იცოდა რა, მაშინ ხო იცოდა კომუნისტების დროს იყო ფული, ახლა არ ბანკში და იმაში არავინ არ ინახავდა, გამოვიტანდა ბრილიანტებს, იმებს და კაციშვილმა არ იცოდა, იცოდა ძალიან ვიწრო წრემ. და იყო არისტოკრატი კაცი, მაგრამ იყო, გინდა არ გინდა ქურდი იყო, მაგრამ იყო ჭკვიანი. ნებისმიერ კლიტეს, ნებისმიერ გასაღებს გააღებდა სეიფებს, მაგრამ არც ხვიროდა, არც ხაოდა, იყო თავისი და ისე მშვენივრად განლოს, 82 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. მაგრამ იყო ქურდი. არ მუშაობდა ფიზიკურად, ასად არ მუშაობდა, მაგრამ არაფერი არ აქვს. არც მას აკდა და 10 შვილებს და შვილიშვილებს და ასე შემდეგ. არიან ქურდები, რომელსაც რაღაცას მოიპარა და სულ იჭერენ და ყველა მიცის რომ ქურდებია, მაგრამ ვერ ეშვება ამ ქურდობას. მე გულისხმობ, აი მაღაზიიდან მოიპარა და ტანსაცმელს, შარვალს, იქით, აქით, რაც არის წვიმიანი ქურდები და გახსოვთ წინა ვიდეოშიც გითხარით, რომ ეხლა კი მოხსნეს ტრამპა კი მოხსნეს წესი, მაგრამ $600 თუ მოიპარავდი, ეხლა ნიუ-იორკში 1500 ყოფილა, არც ვიცოდი, მე გავიგე. $7 თუ მოიპარავდი რაღაცა საქონლის ღირებულებას, არაფერს არ გიგიშვებდი. აი მე ცხოვრობ მეორე, მაგრამ ეხლა ცუდია თუ კარგია, ამაზე მე არ ლაპარაკობ მეგობრებით. როგორ აკეთებდნენ, როგორ გეთნება ფული某შემთხვევაში ამერიკაში. მაგრამ ეხლა ვიდეოს გატეხვაზე გითხარით, მაგრამ ეხლა ცოტა ქურდობის ცოტა სირთულეები შეიქმნა, იმიტომ რომ ეხლა რო შეხვიდე სახლში, ფულს არავინ არ ინახავს. ყველას ბანკში აქვს. თუ შეხვალ სახში შეიძლება გქონდეს ბრილიანტი რაღაცა, მაგრამ ამაზეც უკვე აღარ უყრის ბერს, მაინც ძირითადად მაინც ფული უნდათ, ახლა ბრილიანტი შეიძლება არის ის ატეცის ბრილიანტი, მაგრამ არის ახლა დღესაც არის ადამიანები, ვინც ცდილობს რომ სახში შევიდეს, მაგრამ ადრე თუ ტელევიზორები და ასე ტექნიკური რაღაცები გამოგონდათ, ახლა აზრი არ აქვს. ერთადერთი თუ რაღაცა იმას გამოიტან ღირებულა ბრილიანტს ეხლა, მაგრამ მაგასაც ვერ გაყიდე, იმიტომ რომ დაფიქსირებული ხარ ეხლა კომპიუტერი და ეს ყველაფერი ამას აფიქსირებს, მაგრამ თუ გამოიტან უნდა ღირდეს, რომ დიდი რაოდენობა იყო და ვიღაცას მოისყიდო და მოისყიდო და შენი ბრილიანტები და ეს ოქროობა აკიფას. ერთი და ორი ბეჭედი რომ გამოიტანო, არაფერი არ არის ის. ვიტყვიან ჩიტი ბრთხნათ არ არის, ხო იცი ასეთი გამოთქვა რო არის. მე ეხლა ქურდობაზე რო ლაპარაკობ, მე მიყვარს ხოლმე, ახლა ხო იცით მე როგორ უსმენ ყველაფერს უკვე ფაქტობრივად და ასეთი ყოველდღიური კრიმინალური ქრონიკა ცხადდება ხოლმე CNN-ზე და იმაზე რა და უსმენ ხოლმე რა, განსაკუთრებით ნიუ-იორკს და მანჰეტენზე. ეხლა და ეს სტატისტიკა იქიდან მომყავდა ფაქტობრივად როგორ კეთდება ფული ქურდობის და კრიმინალურ სამყაროში, აი იქიდან შეგვიძლია გამოიტანოთ ასკრო რომ მოусმინო.
ეხა კარგი იყო ყვითე ტაქსებში და არის ყავი და პირდაპირ უშუალო შეხება მექნებოდა ამას ყველაფერს გადავიღებდი, მაგრამ ნუ რასიზად აქედანაც შეგვიძლია ჩემი გამოცდილებიდან გამოსახო ის კრიმინალური სიტუაცია, რაც ხდება მანჰეტენზე და ნუ მანჰეტენი კარგად ვიცი ჩემი ყვითელი ტაქსიდან მუშაობიდან გამომდინარე და ამ კრიმინალურ რონიკებს რო უსმენ უცბად იდეებიც მოგდის და აი რამდენიმე საშუალებას გეტყვით როგორ კეთდება ქურდობით ფული ვთქვათ მანჰეტენზე და ალბათ სხვა ქალაქებშიც ახლა მანჰეტენზე მაინც ისეთი ნიუ-იორკი არის კლასიკური ქალაქის მაგალითი და ძალიან გავრცელებულია ახლა მოგესენეხათ ამერიკა ხო იცით მაინც მდიდარი ქვეყანაა და ეს მოხუცები ასაკში შესული ხალხი მაგათ ხო ეს სიმარტოვეთან ყოფნა უჭით რა ფაქტურად ასაკში რო შედის ადამიანი უნდა ურთიერთობა და ადამიანთან ურთიერთობა და აი აქ ჩდებიან მოაფერისტო და მოეშმაკო მაგრამ აფერისტობასაც ხო თავისი ჭკუა უნდა დაახლოება ამ ასაკოვან ადამიანებთან ძალიან გავრცელებულია აი ფაქტურად ეხლა ამ ქრონიკულ იმეებში რო უსმენ ხოლმე ყოველ თითქოს ღიარ გავა ან ორ დღეში ერთხელ არ გავა რომ ვიღაცა არ დაიჭირონ ვიღაცა არ გაშიფრონ ну ან ძირითადად უფრო ქალები არიან თქვა დაუახლოვდება იმ მოხუც ადამიანს იმათთან ერთად მეგობრობს და მერე იწყებს ამ მოხუცი ადამიანების ასაკოვანი ადამიანების საკრედიტო ბარათის გამოყენება ამ საკრედიტო ბარათი ახლა უდევს იმას და სიტყვაზე თუ უდევს იმ საკრედიტო ბარათზე იმ მოხუც ადამიანს 50,000-60,000 ის ხან საკითხებზე გააგზავნის ხან იმაზე გააგზავნის და სიტყვაზე თუ ეხლა თუ მოხსნის იმ საკრედიტო ბარათიდან თქვა რაღაცას იყიდეს ხო ოჯახში უნდა მიიტანოს 300-400 დოლარის პროდუქტი ეს ძალკე 500-600 ხსნის და ისე რა რომ არ შეემჩნევს ეხლა შენ თუ 50,000-ია ანგარიში იმ მოხუცს და შენ მოხსენი უბრალოდ 30,000-ზე რა თქმა უნდა უბრალოდ დაფიქსირდები და დაგიჭერენ კიდევაც მაგის პრობლემა არ არის მაგრამ შენ თუ მოხსენი 500-600 პატარ-პატარა თანხები ვერ გებურებ რა მოხუცს აიცის და აი ესე არიან წყლობით ცხოვრობენ მეგობრობენ და 500-600 $1000 ხსნიან და ხსნიან და ისე ხსნიან რომ ვერც გებურობს რა ეხლა ეს მოხუცი და ასე არის წყლობით ნუ თუ მე შვილი ან ათესავე დააფიქსირებს ამ როგორ გითხრათ ამ ეშმაკობას მე იჭერენ მაგრამ ჩათვალეთ რომ 100%-დან აი ესეთი ქურდები დიდი 10-15% დაიჭირონ და ანჩენი სარგებლობენ ამ საკრედიტო ბარათით ეხლა თუ მდიდარია და მილიონერია ეს მოხუცი ხო მაშინ ის კაცი საერთოდ შენდებოდა კაცი თუ ხალი ქალაქი არა ის არის რა ლამაზი ის არის ეკლესია მაინც ამერიკა რა დიდია ამდენი ხალხი მუშაობს ამდენი ძალიან დიდი ფული ტრიალს რაც უკვე შენი მიმაზია როგორ გამოიყენებ ამ ფულის ტრიალს ამ დინებას და როგორ ვიტყვიან ჟარგონს ვიტყვი დაითრებ ამ ფულის მიმდინარეობას და გამოიყენებ ამ მოხუცების თემაზე რო ვილაპარაკებ ფულის ძალს გამახსენდა ერთი 6 წლის წინ სხვათა შორის ქართველები იყვნენ შეიძლება არ უნდა ვლაპარაკოდე მაგრამ გამახსენდა აი მაგასაც რომ თავისი ჭკუა უნდა ერთი ქალბატონი მუშაობდა საკმაოდ დიდარი ოჯახში კარგად იყო ძალიან დიდი კვირაში გონი დიდი ხელფასი ჰქონდა რა გონი 3,000-4,000 და ეს მოხუცი ცხოვრობდა რაღაც ქალაქგარეთ ვეჩესტერში და მე ქმარიც მოიყვანა ამ ქმარმა მებაღეთ მოაწყო და ეს ქმარი ერთდროულად უკვე მე-5 თუ მე-6 წელი ამ ოჯახში იყვნენ მაგრამ რა მოხდა მეგობრებო ეს ძალიან დიდარი ოჯახი იყო და ისე გააკეთეს რომ უკვე ებრაელები იყო ეს ოჯახი და ამათმა მთელი ოქროულობა და რაღაცება გადმოზიდეს მე რაღაცა საკრედიტო ბარათებიც მიაყოლეს მაგრამ როიგონოთ რომ აეხლა და უკვე ამოვისუნთქეთ უკვე წამოსვლასაც აპირებდნენ და ამ ჩვენ ცოლ-ქმარს დაადგა ფედერალური სამსახური და გაზეთებში იწერებოდა რა ვიცი ახლა ვისაც ახსოვს აი ესეთი ყველაფერს ხალხი ჩაეყარა რა ვიცი შრომაა თუ რაღაცა მაგრამ სასიცხულია თუ არა სასიცხულო აი ესე დაიჭირეს მთელი რაღაც ერთი
100 მილიონზე ქონება ქონდათ უკვე გადმოწყვეტ და აპირებდნენ უკვე ამერიკიდან წამოსვლას და ცხოვრების დაწყებას საქართველოში, მაგრამ მოიტყვიან კოუზი ნაცაში ჩაუვარდათ. ეხლა რა თქმა უნდა, ასეთი ფული შეუნა ცოდვაა და საშინელება ხო, ჯერ იპარავდა რამხელა ცოდვა ჩადიხარ და მე იმ ოჯახსაც ანადგურე ხო, იმ ოფიცის არ ვიცი. როგორ უნდა წარდგე ღმერთის წინაშე, მაგრამ მოიცით ეხლა ცოდვა, მაგრამ ფული ყველას უნდა და აი ამ სტატისტიკურ იმეებს რომ მოусმინოთ, ძალიან ბევრი ეს დღემდე გრძელდება. თუმცა ეხლა ვისაც იჭერენ და ვისაც არ იჭერენ, აგზელებს ასეთ ფულის შოვნას. ეხლა ძალიან გავრცელებულია ხოლმე, არ ვიცი ეხლა ზოგადად ტრაბა ხოლმე, მაგრამ ნუ რეალობა არის, მოიცით ეხლა ოცნებას რომ რეალობად გადაიყვა რა ჯობია მაგას. ესეც ადვილი, თქვათ ყოფილა შეწყობილი, შაშანაც მახსოვს, ტელევიზორში აჩვენეს, მთელი ამბები იყო, მე ის ქალი მგონი რაღაც იტალიაში იყო ერთი ემსახურებოდა ეს ქალი და ოჯახის უფროს და იმას ისე მოიწონა, რომ ამ ქალბატონს დიდი თანხა მილიონებით გადაურიცხა და ტელევიზორში აჩვენებდნენ და ქუთაისელი ქალბატონი ინტერვიუ გამოვართვეს, გონიათ 2 თუ 3 წლის წინ იყო გეხსომება და ქალბატონო ლამარა იყო რაღაცა, მაგრამ ესეც არ დავიღებ თავის შრომიდან დამსახურებული, ხო, თუ საბერძნეთში იყო თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად, ასეთი შემთხვევები აქაც ხდება. რა კარგია რა. აქაც ალბათ ლატარიასავით გამართება გინდა. მოიცი გონებაში რომ გაგიებებს თავს ეხლა ცოდვა რა არის, ახლა ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, ცოდვას გაიფიქრებ და ესე ცოდვაო, არა. რომ გაიფიქრებ არ შეასრულებ და რო შეასრულებ ის არის ცოდვა და რო არ შეასრულებს იგი თავს იკავებს რა. ეხლა რატო თქვი ასეთი რაღაცა, განათლება თქვი ხო, განათლება და ევანდელი რა ქვია მას, თანამედროვე კომპიუტერიზაცია და ონლაინის სპეციალისტები. აი აქ მიდის ხურდობა. თავისთავად ეხლა პროგრამირება და იმან ბევრმა არ იცის, მაგრამ ფაქტურად ყველაფერი ამ კომპიუტერიზაციაზეა ყველაფერი დამყარებული და ეხლა ვინც არის ამის სპეციალისტი, იქაც არის ძალიან დიდი ვთქვათ კომპიუტერში ვიღაცის ანგარიში შესვლა Amazon-იდან გამოწერის, გადაწერის და აი ეს კომბინაციები არის ძალიან ბევრი. აი იმ სტატისტიკიდან გამოდიან იმ ინფორმაციიდან ამათაც ძალიან ბევრს იჭერენ, მაგრამ ნუ თქვათ 100 კაციდან თუ დაიჭირეს თქვათ ერთი 60 კაცი, 40 კაცს მაინც გაუვა ასეთი რაღაცა და ეს დღემდე ასე თქვათ კრიმინალური ან კიბერნეტიკული იმას ეძახიან, ხო? ფულის შოვნის საშუალებას. სულ არ ჭირდება ეხლა იმას ასეთი ფიზიკურად შეხება, აი ონლაინი დაიჭირდება კომპიუტერთან და იქ ხაკერობა თქვათ ასე რა, ხაკერული საშუალებით ბევრი აკეთებს ფულს და ისევ ამ სტატისტიკური გონი უკვე ბევრჯერ მეურვდები ამ, короче მე რასაც ვთქვი, მე ხარ რასაც ვილაპარაკებ, ეს მონაცემები მომყავს სულ ამ ინფორმაციიდან და ეხლა მეც უშუალოდ მე არა მაქვს შეხება, მაგრამ რასაც ვკითხულობ და რა ინფორმაციასაც ვეგულობ. ამ საინფორმაციო იქები იქიდან ვეგულობ ამ მონაცემებს. საინფორმაციო ადრე მე მოგეხსენებათ მეგობრებო ფულს აკეთებდნენ ყაჩაღობით, ხო, ფულდობით, მაგრამ ეხლა თანამედროვე დროში ეს ყაჩაღობას უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წეღანაც ვთქვი ფული ჯიბით ეხლა ვის და დიდი შეიძლება $100 ან $200 კონდეს ჯიბეში ქეში. სულ აქ და კრედიტი და ამიტომ მოაზრობა ეხლა $100 $200 გულისთვის რატომ უნდა გაეფუჭო თავი. თუმცა არიან ეხლა ტიპები, რომლებიც მაგას აკეთებენ, ნუ ძირითადად ეს ღარიბი ასეთი გეტოებიდან წამოსული ხალხი ავიც ეს წვირმა ქურდება ჩავთვალო და ნუ რა უაზრობაა ხო? აი გახსოვთ კომუნისტები რო ჩვენ დროს იყო ხოლმე რომ ტაქსისტები დააყაჩაღებდნენ ხოლმე და იყო და ერთი ამბობენ ტაქსისტი კომუნისტი რა უნდა ქონოდა 50-60 მანეთი და მე იყო ხოლმე ერთი ამბები. თუმცა მე ახლა როგორც ყოფილი ყვითელი ტაქსის ძღოლი ასეთი რაღაცა არ მახსოვს, იმიტომ რომ
და რაღაცა კიდო გიღის, მაგრამ ბანკი ხო ისეა დაცული და ისეა კომპიუტერიზაცია დაცული, რომ ძალიან ძნელია მაგის დაყაჩაღება. თუმცა გახსოვთ შაშანი ხო კიდე გამახსენდა ბელგიაში ჩვენმა თანამემამულეებმა გვირაბი გაიყვანეს. კერძო სახიდან გვირაბი გაიყვანა ბელგიის ბანკიდან გაიტანეს მილიონები და დაიჭინეს თუ არა არ ვიცი. ესე შევა რომანტიზირებულია, მაგრამ ეს დროც უკვე წავიდა მასეთი გზით ფულს ეგა აჩაღობით და იმით არ მგონი უაზრობაა რა. ყველაზე იოლი და ყველაზე სასურველი ფულის კეთება, რა ვიცი ხა ეს თუ ფულის კეთება არის ლატარიის ყიდვა, ლატარიის, აი მან თუ მოიგედა. ახლა იმხელა უშები აქა 200 მილიონი, 300 მილიონი, რა კარგია. მაგრამ ამ ლატარიაზე მე ცოტა ხანში მეც უგიყვებთ რაღაცებს უკვე. ჩვენ ხო ლატარიას თამაშობთ, ჩვენ ხო ჩემი პირობა ხო ძალაშია. მაგრამ ეს ლატარია მაინც იმას კითხულობდი, ესე იგი იგებს აი რასაც ქვია ჯეკპოტი და აი დიდი თანხა რო არის 200 მილიონში ერთი ვარიანტი რა წარმოიდგინე 200 მილიონში და იქ არის მაგრამ მაინც ხო ადამიანს უხარია და რაღაცა იმედით რო არის და რაღაცა რო გაარტყა ეს ხო ძალიან მაგარია ლატარიის ითამაშეთ ლატარია ასე რომ თქვა და ყველაზე გავრცელებული ფულის შოვნის საშუალება სხვა ადამიანების უცოდინარობაზე ეს უკვე შულერები არიან, ხო კარტი და ეს გასაგები ეს ლას-ვეგასი მე ვილაპარაკოთ მაგ თემაზე, მაგრამ უცოდინარობა, ეხლა ადამიანი ჩამოვიდა სიტყვაზე, ვთქვათ ამერიკაში და უნდა თავის ცხოვრების აწყობა და უნდა საბუთების კეთება რაღაცა, ნუ იზახეს ადვოკატები და ადვოკატები არა, ნუ ვიზაც ენდობი რა, ფაქტურად ეს დობაზეა ძალიან ბევრი დამყარებული და ამ კარგი დობით ბევრი ამით სარგებლობს და ისევ იმ სტატისტიკას მივახლოვდები, ესე იგი 80% დაჭერილებისა სულ ამ მთელ დობაზეა დამყარებული რა. ესე იგი ადამიანი ენდობა იმ საბუთების კეთებაში, რაღაცა ნოტარიულია რაღაცის გაფორმებაში, ესეც ძალიან გავრცელებული მეთოდია რა. განსაკუთრებით აი არალეგალები რო ჩამოდიან ეხლა და არალეგალები ფაქტურად ვინ არის? გაჭირვება აიძულა და გამოლახა ეს ასე უსაფუთოა და თავისი დაცვის მიზნით ვიღაცას ელდობა და ამ დობის სარგებლოს ეს აფერისტი თუ არაკეთის სინდესირე მოქალაქე იმასაც ხო უნდა ვხდი და მაგით სარგებლო და ეს დობა არის მისი ფულის კეთების საშუალება. და ერთ-ერთი კიდევ ისტორიულად განძის პოვნელი ესეც ფანტასტიკაა, მაგრამ რეალობაა, იმიტომ რომ სადაც ამხელა ფული ტრიალებს იქ ვიღაცა ძუნწია, სპეციფიკური ადამიანი მალავს ერთ ამის ქონებას და ძალიან იშვიათად, თუმცა ვინც განძს პოულობს, ეს იმდენად ეხლა დანაშაულად არ ითვლება, იმიტომ რომ ვინც განძს იპოვის რაღაცა დამალულ ფულს, ეხლა პოლიცია და იმაში 100 წელი არ განაცხადებს და ისეთი ის არის რა. როგორ გითხრათ, დამალული ბიზნესია. თუმცა მე პირადად ერთ-ორ ადამიანს ვიცნობ, ვინც აქ ცხოვრობდა, მუშაობდა და გადაეყარა განძს და ეხლა ძალიან მშვენივრად არის. რა თქმა უნდა, ამას მე არ ვეთქვი. თუმცა თუ უყურეს ამ ჩემ ვიდეოს, იმას მოკითხად გადავცეთ და კარგად გააგზავნოს ცხოვრება, როგორც ის არის. მაგრამ რა ვქნა, ეხლა განძი იპოვა და ეხლა ეს დანაშაულია თუ არა დანაშაულია, ეს უკვე თქვენთვის მოვიდია. მართლა ეხლა უცბად მომივიდა ეს თავში. მოდი ჩვენ კითხვა დავსვათ და პროსტა კომენტარებში მაინტერესებს. განს რო იპოვი, ან იპოვი თუ როგორი გზით მიხვალ, შეიძლება რაღაც ინფორმაცია მიიღო და პირატები მიდიან და იპოვი რაღაც იწვალე ლიტერატურით და რამდენი გქონდა საკითხული პირატები რომ მიდიოდნენ განძის საძებნელად და მე რომ იღებდნენ. და იგივე აქაც რომ შენ იპოვო ეს განძი, ან დამალული ქონება, არა, დამალული ხურდობა, მაგრამ განძი რა, იცი რომ განძია და ყველა განძს თავისი პატრონი ყავს, შეიძლება დავიწყებული, შეიძლება არ დავიწყებული, მაგრამ იმას რო აიღებს და წაიღებს, უნდა განაცხადოს იმ პოვნელმა თუ არა. აუ განძის თაობაზე გამახსენდა, ეხლა აი ჩემი თაობის ისინი გახსოვთ
ეხლა რესპუბლიკის მოედანია. ამდენი წლის ვიყავი, გონი 12 თუ 13 წლის ადრე მაგვე ნათქვამი და მაგის მშენებლობა რომ დაიწყეს, ამ ხო დასახლება იყო ეხლა მოედანია, მე ეხლა რესპუბლიკის მოედანია, თქო რომ დაიწყეს ტრაქტორმა დაარტყა რაღაცა ქვერს ესე იგი ქვერს და მოთხრინენ ესე იგი ქვევრი აღმოაჩინეს და სამი მუშა იყო და ეს ესკალატორი ძვოლი რა ქვია ოპერატორი და პატარა ქვევრი იყო და ქვევრში რო იპოვეს მთელი ოქროებით იყო სავსე აი უსული ოქროებით იყო სავსე და ამ ოთხმა კაცმა ერთმანეთში დაიწყეს შრუპი რავი რა ეტაკნე რა ვერ მოითმინეს და რო დაიწყეს შრუპი მე პოლიცია მას გაიგო იმანას გაიგო და გაზეთებში იყო ძალიან მახსოვს გონი 71-73 წელი იყო და კომუნისტურმა თავრობამ ის განძით წაიღო და ეს 4-ვეც გონი დააპყრეს არა და როგორი წესი იყო შენ თუ განძ იპოვიდი რაღაცას 25% გიტოვებდი და ჯერ თავრობის უბრალოდ მიგეცა და ეს შტერები ერთმანეთში დასხეს ერთმანეთს და ყველაფერი წააგე და გონი რა ვიცი ეს რაღაცა ისევ კითხვას უბრუნდები მეგობრებო როგორ თვლით განს რო იპოვით უნდა განაცხადოთ თუ არ უნდა განაცხადოთ წაიღებ შახში ცოდვა თუ არ არის ცოდვა აი თქვენ თვითონ ამ კითხვას დაგისვავ და აი კომენტარებში მაინტერესებს რას ფიქრობთ კომენტარებში მითხარით რას ფიქრობთ თავისებური ვიდეო იყო ხო და ასე თუ ისე ვიცით დავიწყეთ რა შრომის გარეშე გული არ გამოდის გონებით ის ფიზიკურად თუ სისხლით თუ ედაკვაჩობით თუ იმით ამით მაინც ყველგან გინდა შრომა მოდი ჩვენ დავამთავროთ ეს ჩვენი ვიდეო და აი ესეთი პატარა ფიქრებით შემოგიერთდით და გაგიზიარეთ ჩემი ფიქრები როგორ ეცდება ფული, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში მაინც შრომა, წვალება, მაგრამ წვალება ბევრი არა, ცოტა ლაითად უნდა შეგვექვა ამას ყველაფერს. კარგით, მეგობრებო, აი ეს უცნაურად დაგიკავშირდით, მაგრამ თქვენ რო ამხავდეთ, ვის გაუზიაროთ ჩემი ფიქრები. ამ ბაიყუშურ ცხოვრებაში ძნელია, ხან იმას ფიქრობ, ხან იმას ფიქრობ და აი ხა თქვენ ლაპარაკში და გადაღებაში უცბად ამხელა მანძილი დავფარე და ჩემი საქმეს გავაკეთე. ამიტომ ისე და ისე მეგობრებო ყველას გეტყვით მადლობას და ყველას გისურვებ წარმატება, გვეცნიერება და იმედია საინტერესო ვიდეოში გადავეყრებით ერთმანეთს.